საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, რამოდენიმე წამი შევიცადოთ და ვინახო გამოჩნდეს ვინმე დავწმუნდეთ რომ პირდაპირ ეთერში ვართ. მე მგონი ვართ პირდაპირ ეთერში, მაინც დამიწერეთ ხმა თუ კარგად ისმის. კიდევ ერთხელ საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ყველანი აღშფოთებულები ვართ, ვინც ვიხილეთ და ყველამ ვიხილეთ საქართველოში ის რაც მოხდა გორში, გუშინ, ვანდალური ფაქტი. ბევრჯერ ვთქვით ჩვენ და ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია ქვეყანა, ვინაიდან პოლიცია აი ამ სისტემამ ფაქტიურად გახადა ჩააყენა დანაშაულებრივ გზაზე დააყენა. გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ გორში, ეს იყო არ ვიცი მთელი საქართველო აღშფოთებული, ასეთი ძალადობა პოლიციელთა მხრიდან მე არ მინახავს ჯერ არსად. ასე გამეტებით ახალგაზრდა კაცი გამოსული იყო სამსახურიდან სადილზე და ბრუნდებოდა სამსახურში. პოლიციამ როგორც ამბობენ, ესე იგი მიუჩერა ძალიან ცუდი გაჩერებით, ესე იგი პირდაპირ ფეხებთან სახიფათოდ მანქანა, რაზეც ამ ახალგაზრდა კაცმა პროტესტი გამოხატა და წერალად უთხრა როგორც ჩანს რომ კინაღამ დამეჯახეთო. აი ამის თქმა იყო მეგობრებო და მთელი 10 კაცი როგორც ვიდეოში ჩანს თავს დაესხა აი ამ ახალგაზრდას, უმოწყალოდ ცემეს, გაიგდეს წიხლ ქვეშ და ეხლა როდესაც ლაპარაკია აქ ეხლა ძალიან ცუდად იცავენ უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები, უკვე გამოჩნდა მცდელობები. ამას გამოძიება დაადგეს, იყო თუ არა გადაცდომაო, ამას გადაცდომას ეძახიან ხალხო. კაი ვთქვათ და ერთი პოლიციელი მოძალადი აღმოჩნდა და რაღაცა ფსიქიკურად, რაღაცა არ ვიცი, არეული იყო. მეორეც ვთქვათ ასეთი იყო. მესამე რამდენი 10-ვე ასეთი ესე იგი ასე აგზნებული თავს დაესხას მშვიდობიან ახალგაზრდა მოქალაქეს, ეს ისეთი აღმაშფოთებელი ფაქტია მეგობრებო, რომ უკვე განგაში ზარებია შემოსარტყმელი, ვინაიდან ხვალინდელი დღე არ ვიცი ვინ იქნება ხვალინდელი დღიდან დაცული ამ ქვეყანაში მათი ძალადობისგან. როგორც ჩანს ეს არის უკვე დავალება დააშინონ ხალხი, თორემ არ შეიძლება 10-ვე გადაერიოს ერთდროულად, თუ ამის ბრძანება არ აქვს. მე არ ვიცი ეხლა რომ არ ყოფილიყო აქ ეს ვიდეო, თავიდან დააპატიმრეს ეს ახალგაზრდა, რომ თითქოს პოლიციელებზე იძალადა და აი ამ ეს ვიდეო რომ გავიდა მოსახლეობაში და მთელი საქართველო აღშფოთდა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვეს სახლში, კაცს დანგრეულია მთლიანად ეს ახალგაზრდა კაცი, ნეკნი ჩატეხილი ორგანოები დაზიანებული, დაბეგვილი მთლიანად. ხო და სისხლის სამართლის საქმე მაინც აღძრულია მასზე, რომ თითქოს აგერ გამოვიდა წეგან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, უსირცხვილოდ ახალგაზრდა კაცი კინაღა მოკლეს და პროკურატურაში გამოძიება მისო ქვაესროლაო. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც თავის გადარჩენის მიზნით, როდესაც ფეხქვეშ წაიგდეს, შეიძლება მაშინ მოგერიებას ცდილობდა, თორე კაცი რომელიც სამსახურში მიდის თავისთვის წყნარად და ესე ქვას დაავლოს ხელი პოლიციელების დანახვაზე და ქვაესროლოს, ეს არაადეკვატურია და რაღაცა სისულელია, რასაც ეხლა ესენი იგონებენ. გამოდის ეხლა მაღალჩინოსნები
და რა მოხდაო მერეო ირაკლის ზარქვა ეს გარეწარი პარლამენტარი და აცხადებს რომ ევროპაში უარესები ხდებაო და არავინ დაუჭერიათო ესე გამას რა უნდა ესეთი ქვეყანა უნდა რომ პოლიციელები ესე იგი სადაც გავილით უცაბედად მოვიდეს უდანაშაულო ხალხს თავს დაგვესხას ათობით პოლიციელი და ესე იგი ესეთი ძალადობა იყოს ქვეყანაში და არავინ დაისაჯოს ეს ზარქუა ეს ცოტა შენ თავში ძალიან მაგრა გაქვს ავარდნილი და შენი რო დადგება აუცილებლად რა აუცილებლად დადგება და ქართველი ხალხი არ გაპატიებს მაგას ეხლა ნახეთ რას ამბობს ირაკლი კირცხაია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების იგივე ამბობს პროკურატურა დაადგენს იყო თუ არა გადაცდომაო მეგობრებო ეხლა მართლა აი ყველაფრის მოთმინების ფიალა ივსობა უკვე რა ეს ირაკლი კირცხალია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ფლობს უზარმაზარ ქონებებს პირდაპირ დეკლარაციაში უწერია რომ 4.132.000 ლარი გასესხებული აქვს საიდანაც შემოსავლის სახით 9 მილიონზე მეტი მიიღო კი მაგრამ პარლამენტის წევრს ასეთი ბიზნესები და ასეთი საქმიანობები არ ეგზალება ეს ხომ მევახშეობა ჩვეულებრივი რომ გააპროცენტო ამხელა თანხები სად არის აუდიტი ან პროკურატურა აუდიტის სამსახური სად არის როდესაც ამას ავსებს დეკლარაციაში სად იშოვა ეს ამხელა ქონება მას ხომ ბიზნესი ეკრძალებოდა საინტერესოა გადახედეთ ეხლა აი ამ ირაკლი კირცხალიას არა მხოლოდ ეს აქვს გასესხებული 8 ბინა აქვს მეგობრებო ოფიციალურად ეხლა ეს რაც უჩანს რაც გადაფორმებული არ აქვს ახლობლებზე სიდედრებზე და ცოლისდებზე და ასე შემდეგ ხო დიდი ეჭვია რომ ასე უნდა ვიფიქროთ ხო 8 ბინას ფლობს ოფიციალურად აქამდე რამდენიმე ძვირადღირებულ ავტომობილებს ფლობდა და გასულ წელს დეკლარაციაში უწერია რომ ესე იგი ეთყობა $38,000 მანქანა მოუძველდა არ ვიცი და 150,000 ევროიანი იყიდა კიდევ შარშან აი ეს ადამიანი ლაპარაკობს აი ასეთ ვანდალურ ფაქტზე ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი რომ პროკურატურა დაადგენსო იყო თუ არაო გადაცდომაო ბატონო ირაკლი თავად ხომ არ გაქვთ გადაცდომა ისე ფინანსური საქმიანობებში რასთან გვაქვს საქმე საერთოდ და რატომ არ ინტერესდება პროკურატურა მისი ამხელა ფინანსებით საიდან აქვს ეს თანხები აი ეს არის გადაცდომა და აქ რომ წესიერი სასამართლო და პროკურატურა იყოს თქვენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი არ იქნებოდით ხანგრძლივი პატიმრობაში იქნებოდით გისოსებს მიღება საკანში იჯდებოდით და ასეთები არიან უმრავლესობა ყველა დუმს ნახეთ როგორი ესე იგი სისტემამ თვითონ აქცია მოძალადეება მთელი პოლიციელები ჩვენ გვახსოვს აი საბჭოთა მილიციელები არ იქცეოდნენ ასე გვახსოვს 9 აპრილი როდესაც საბჭოთა ჯარებმა იერეში მიიტანეს ჩვენს ხალხზე საკუთარი მკერდით გადაეფარნენ ხალხს ესენი ვინ არიან სად გაიზარდნენ კაცო თავს რო ესმით ისეთ ახალგაზრდა კაცს და სასიკვდილოდ იმეტებ 10 კაცი არ ვიცი თვითონ რაღაცა ქონდათ მიღებულიო ისე იყვნენ გავეშებულები მე ძალიან ხშირად მინახავს როდესაც აქციებს ვატარებთ ხოლმე არის ეხლა ყველაზე არ ვიტყვი რა მოდელიმე ისეთი შემხედრია რომ მართლა ადამიანური სახე აქვს და მასეთებს მეც პატივსცემ მაგრამ ძალიან ბევრი შემხედრია როგორც ფაშისტები ისე გიყურებდნენ თითქოს რაღაცა ამ ქვეყნის წინაშე დანაშაული მიგვიძღოდეს და გიყურებს არა ისე თქვენი მოვალეობა იცით რა არის პოლიციელების
კანონს უნდა იცავდეთ და არა ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ამ ქვეყანაში. კანონის დამცველები უნდა იყვნენ და პირიქით ახარ და ხალხის უფლებებს უნდა იცავდეთ. ხალხი გიხდით თქვენ ხელფასს. შეუსინდისოებო თქვენ ეს ფაქტი არასოდეს არ მიეცემა დავიწყებას რაც გუშინ მოხდა და კიდევ მრავალი და ყველა პოლიციელმა კარგად გაითვალისწინოს ეს ნუ დააყენებს თავს კანონზე მაღლა რა უნდა ვთქვა მეგობრებო როცა თქვენ კარგად იცით ესე იგი თუ ხელისუფლების შტოარ ახარ ძალიან ბევრია თქვენ კარგად იცით ასეთი პოლიტიკური ძალები მათ არასოდეს არ მისცემენ უფლებას თუ არ ახარ შეკრული ხელისუფლებასთან რომ ამ ქვეყანაში ისეთი აქცია ჩაატარო მოითხოვო შენ თვითონ რომ იყოს სანქცირებული და კანონიერი არასოდეს ნებას არ დაგთავენ ხოლო მათ ვინც აი ამათი შეთანხმებით მოქმედებენ აი ამ რეჟიმის ხომ მათ ყოველთვის ნებას რთავენ და რა თქმა უნდა თქვენც ხედავთ ყოველთვის აწყობენ ესეთ აქციებს სადაც უნდა ხან პარლამენტის წინ ხან რა ქვია თლიან დაკეტილი აქვს საკანონმდებლო ორგანო ბერჯერ მისაუბრე ამაზე აღარ შევჩერდები ერთადერთი გამონაკლისი ვართ ეს არაპარტიული ქართველთა გაერთიანება სადაც ყველგან დაგვდევენ ესე იგი თელი სუსი და თელი ისა თელი სამსახური უშუალოების სამსახური შეხედეთ ახლა ერთ რაღაცას გეტყვით მეგობრებო თქვენ იცით რომ ჩვენ 24 მაისს აქცია რომ ჩავატარეთ მანამდე 15 მაისს ჩვენ მივედით შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციაში კახეთის გზატკეცილზე 15 მაისს განცხადებით მივმართეთ რომ კანონიერი და სანქცირებული სანქცია მოეცათ კანონიერი აქცია ყოფილიყო იცით რომ თავად დაარღვიეს კანონი ოფიციალურად არ შეგვატყობინეს ვიღაცა მობილური დამიკავშირდა 5 დღის შემდეგ და საბოლოოდ როდესაც მივიმართე რომ მე კანონიერი ის რა ქვია გზით რომ ოფიციალური პასუხი გამოგვიგზავნეთ მეთქი 24-ში აქცია ქონდა და 27-ში საქართველოს ფოსტიდან მირეკავენ რომ საპატრულო პოლიციის წერილიაო და წაიღეთო ანუ ნახეთ ეხლა 24-ში აქცია ქონდა და 27-ში მივიღეთ პასუხი ეს უნდა ყოფილიყო ეს სანქცია დაკმაყოფილებული თუ ეს ჩვენი მოთხოვნა თუ არ უნდა დაკმაყოფილიყო მეგობარმა კიდევაც გაიხუმრა ნახევა მოვის წერილიო გამოიტანეთო იქნებაო ნება დაგვთესო 3 დღის წინანდელ აქციაზე ნუ ეს უკვე კომიკურია მეგობრებო აი რა დონეზე იქცევიან და ამათ ხელში კანონი არაფერი საერთოდ აღარ არსებობს სისტემა მთლიანად ჩამოშლილია ჩვენ რუსთაველის ძეგლთან გავახმოვანეთ ერთ-ერთი მოთხოვნა ეგ იყო რომ ქვეყანაში უკვე დიქტატორული კანონები შემოდის და ყველაფერი აგერ თვალწინ დაგიდგებათ ხვალდაზე ყველაფერს ნახავთ თქვენ ეხლა გამკაცრდება რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებშიც 1 ივნისიდან და ის რაც ვნახეთ ჩვენ გუშინ ესეც აი ამის შედეგია მეგობრებო აგონიაში არიან ქვეყანას ვეღარ მართავენ ხედავენ რომ აბსოლუტურად ხალხის უდიდესი ნაწილი უკვე ამ ხელისუფლების ამ სისტემის წინააღმდეგია და ყველაფერს ცდილობენ დიქტატორული კანონებით ძალადობით და არ გაგიკვირდეთ რომ ხვალდაზე ისევ განმეორდეს ესეთი ფაქტები და ნებისმიერი ადამიანს დაემართოს და თავს დაესხეს პოლიცია მით უმეტეს ამის შეჭვი როგორ აღარ რა ეჭვი უნდა ქონდეს როცა თავად ამბობენ რომ აი ამას რო იხილა ვანდალურ აქს ამ ვიდეოს და მე მაღალ ჩინოსაც ეჭვი გაუჩნდება რომ არ ნახოთო პროკურატურა დაადგენს რომ იყო თუ არა გადაცლომაო კი მაგრამ თვალები არა რა თქმა უნდა რომელი გადაცლომაზეა ლაპარაკი რა გადაცლომებზეა ლაპარაკი ასეთი რამე არ ვიცი მე ფაშისტები არ აკეთებდნენ გონი ასეთ რამეს
არ ვიცი ახლა რა არის გამოსავალი მეგობრებო, სად არის გამოსავალი, მე ერთადერთი ვიცი ის რომ ხვალინდელი დღე უფრო უარესი იქნება და ზეგინდელი იმაზე უარესი თუ ჩვენ ქართველი ხალხი ახლა არ დავიცავთ ჩვენს უფლებებს და ჩვენს ქვეყანას. გამოსავალი ნამდვილად აღარ იქნება, სათითაოდ აი ესე როგორც გუშინ აი ამ ახალგაზრდას გაუსწორდნენ, სულ ყველას გაუსწორდებიან, დათესავენ შიშ, დათრგუნავენ ხალხს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბიზნესთვის, რომ ხელისუფლებას საფრთხე არ დაემუქროს და პირდაპირ ვიტყვი რეჟიმი, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 92 წლიდან მართავს ამ ქვეყანას, ეს არის ანტიქართული მეგობრებო. სწორედ იმ ანტიქართულმა გარეძალებმა დაამხეს ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი არაბები შემოგვისიეს, თურქები თუ პაკისტანელები თუ ინდოელები, ამ ყველაფერს აკეთებს სიონისტები. სიონისტები არის ეს ებრაელი სიონისტები, ყველაზე მთავარი ძალა სწორედ ის არის, რომელსაც სურს საქართველო იქცეს ქართველების გარეშე ქვეყნად, დაეუფლონ მთლიანად საქართველოს. მე აქ ლაპარაკი არ მაქვს ჩვეულებრივ ებრაელ ხალხზე, ისინი არაფერ შუაშია, აქ მასონებზეა ლაპარაკი, შემოსეულები არიან ქვეყანას და ჩვენი ხელისუფლებაც მათ ხელშია ზუსტად. ეხლა ერთადერთი გამოსავალი აქ არის ქართველების გაერთიანება, ჩვენ გავერთიანდეთ ძალიან სწრაფად. აქ აღარ არის პარტიებზე საუბარი მეგობრებო და ვინაიდან უკვე ესეთ ძალადობაზე გადავიდნენ, ჩვენ ნახეთ თქვენ ალბათ ყველა აქციის მოთხოვნები 24 მაისს რაც გავაჟღერეთ, დარწმუნებულები ვართ რომ ხელისუფლება რა თქმა უნდა ჩვეულებრივად ამას გაატარებს და ყურს მოიყრუებს. ამიტომ ჩვენ დღეიდანვე უნდა შევუდგეთ სამზადის. მე ყველა პოლიტიკური ძალას, ვისაც კი შეჩენია ჯანსაღი აზრი, ისეთი ძალები არიან პატარ-პატარა პარტიები, არის ასევე რაღაც გაერთიანებები, არის ასევე ჯგუფები, ყველას მე მოუწოდებ რომ გავერთიანდეთ, გამოვაცხადოთ მანამდე ყოველგვარი პარტიული მორატორიუმი, დავდგეთ ერთად მთავარი პრობლემის გადასაჭრელად და მე როდესაც ჩვენ ერთიანი ძალით ყველაფერს გავასწორებ და ამ ქვეყანაში ჩატარდება სამართლიანი საარჩევნო სისტემით არჩევნები, მე ვისაც უნდა მიიღებს მონაწილეობას და ყველას ექნება საქართველოს მოქალაქეს იმის საშუალება, რომ აირჩიოს თავის ხელისუფლება. მანამდე ჩვენ აუცილებლად უკვე უნდა დავიწყოთ მომზადება საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობისაკენ, ვინაიდან ხელისუფლება გადმოდის ძალადობაზე, პირდაპირ პოლიციის ხელით და ეს უფრო მკაცრად იქნება ხვალ-და-ზეგ, ამიტომ განგაში ზარებია შემოსარტყმელი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არა გვაქვს სხვა გამოსავალი, ერთადერთი გამოსავალი არის ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება და საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობა ერთი ბიზნესკენ გადავაყენოთ მშვიდობიანი ფორმებით ეს ანტიქართული, ანტიხალხური, გამყიდველი ხელისუფლება, რომელმაც გაგვიყიდა მთელი საქართველო. აი ეს არის აქ გამოსავალი, სხვა გამოსავალი აქ აღარ არის. არც გვიტოვებენ თავად ხედავთ და მე დარწმუნებული ვარ და დიდი ალბათობით ასეთი ფაქტები რომ მოხდეს პოლიციელებს თუ ესეთი კადრები არ იქნება, რა თქმა უნდა არავის არ ახლებენ ხელს, პირიქით დაზარალებულებს დაიჭერენ ყოველთვის და დიდი საფრთხეა რომ აი ეს ბიჭი რომელიც ასე უმძიმესად არის ნაცემი დაიჭირონ და მიუსაჯონ რამდენიმე წელი. თავად აი ამ მართალ ახალგაზრდას. აი ესეთი უსამართლობა მივიღეთ ჩვენ
34 წლის თავზე იმ უბედურებიდან, რასაც ქვია სახელმწიფო გადატრიალება და რასაც ქვია ანტიქართული დამნაშავე რეჟიმის, არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა. ეს არის არალეგიტიმური რეჟიმი და რა თქმა უნდა თვითონ კონსტიტუციურადაც 95 წლის კონსტიტუციიდანაც ჩვენ გასულები ვართ კონსტიტუციური სამართლიანობიდან. რა გითხრათ მეგობრებო, მეტი ყველა დარტყმის ქვეშ ვართ ნებისმიერი ჩვენთაგანი ხვალინდელ დღიდან და ერთადერთი ძალა აქვს ხალხს და ხალხის გაერთიანებას, ერთობას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, იმედია ეხლა ვინც ამ მიმართვას ნახავთ, მიხვდებით რომ აქ სხვა გამოსავალი არ არის, ეს იყო სისტემური დანაშაული. კიდევ ვიმეორებ, 10 პოლიციელი ეს შემთხვევით არ ხდება, რომ ერთ ადამიანს ესე გამეტებით სცემდეს. შეიძლება ეს ერთს დაემართოს და ორს რაღაცა გამოიწვიოს ვიღაცამ და ასე მოხდეს, მაგრამ როდესაც 10 ასე უმოწყალო წევს, ეს არის დავალება და ხვალდაზე უარეს უნდა ველოდოთ. მადლობ ყურადღებისთვის. ქართველთა დიდი გაერთიანება იქნება ყოველთვის თქვენს გვერდით და იბრძოლებს ქვეყნის გადარჩენისთვის ბოლომდე. თავარია თქვენი მხარდაჭერა იყოს. მადლობ ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ყველამ გააპროტესტეს მეგობრებო, ყველამ გააზიარეთ და ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი დიდი მოძრაობა, საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობა. ამ თავგადასული მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ.